იყო და არა იყო რა, ლურჯი ზღვის პირას. ერთ პატარა და დანგრეულ ქოხში, რომელიც ზღვის მლაშე ქარებსა და წვიმას ძლივს უძლებდა, მეთევზე და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. მეთევზე 7 კეთილი კაცი იყო. ყოველ დილით მზის ამოსვლამდე გადიოდა ნაპირზე, ჯდებოდა თავის საყვარელ ნავში, გადიოდა შუა ზღვაში და ანკეს წყალში უშვებდა. მისთვის ბედნიერება იყო დილის სიგრილე და ის სიმშვიდე, რასაც მხოლოდ ზღვა გჩუქნის. თუმცა სახლში დაბრუნებულს ყოველთვის ერთი და იგივე სურათი ხვდებოდა. სიმშვიდე იქ იშვიათი სტუმარი იყო. მისი ცოლი, რომლის გულშიც კმაყოფილების მარცვალი ვერაფრით ვერ გაღვივდა, მუდმივად წუწუნებდა. მისთვის ყოველი დღე მხოლოდ ნესტთან, სიღარიბესთან და დაობებულ კედლებთან ბრძოლა იყო. შეხედე ამ საშინელებას, ყველგან ნესტია, ყველგან ობია. ნუ თუ მთელი ცხოვრება ამ გაჭირვებაში უნდა გავატაროთ. მეთევზეს გულის ტკიოდა. მას ცოლი ძალიან უზომოდ უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ესიამოვნებინა, მაგრამ ქალს არაფერი აკმაყოფილებდა. თუ თევს მოუტანდა, მას კიბორჩხალა უნდოდა, თუ ვაშლს მიუტანდა, მსხალს ნატრობდა. ერთ მზიან დღეს მეთევზე ჩაჯდა საკუთარ ნავში და ნიჩბევს მოუსვა, შემდეგ კი ანკესი ჩვეულებრივზე შორს გადააგდო. საათები გადიოდა. უეცრად კაცმა იგრძნო, რომ ანკეს რაღაც უჩვეულო, მძიმე და ძლიერი წამოეგო. დიდი წვალების შემდეგ წყლიდან საუცხრება ამოზიდა. არა უბრალო, არამედ ოქროსფრად მოელვარე თევზი, რომლის თვალებიც ადამიანური სევდით იყო სავსე. გამიშვი მეთევზევ, თევზმა ადამიანური ხმით ამოიკვნესა. მე ჩვეულებრივი თევზი არ ვარ, უფლისწული ვარ, რომელიც ამ ქერცლშია დატყვევებული. თუ გამათავისუფლებ, ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ. მეთევზეს, რომელსაც კეთილი და უანგარო გული ჰქონდა, თევზს სურვილის შესრულებაზე უარი უთხრა და ისე გაათავისუფლა. არა, უფლისწულო თევზო, არაფერი მინდა, უთხრა კაცმა და თევზი ფრთხილად ჩაუშვა. ვერ გაიმეტა ასეთი საოცრების დაღუპვა. შემდეგ ნავით ისევ ნაპირისკენ გაცურა და დაადგა გზას სახლისკენ. როცა მეთევზე შინ ცარიელი ხელით დაბრუნდა და ცოლს მომხდარი უამბო, ქალის სახე ბრაზმა და გაოცებამ დაფარა. მან ვერ დაიჯერა, რომ მისმა ქმარმა ასეთი შანსი ხელიდან გაუშვა. შენ რა, სულელი ხარ? ჯადოსნური თევზი დაიჭირე და არაფერი სთხოვე? ახლავე წადი და უთხარი, რომ ახალი, ლამაზი სახლი გვინდა, მე ამ ნესტიან ქოხში ფეხს აღარ შემოვდგამ. მეთევზემ ამოიოხრა, დიდხანს ყოფმანობდა. მას არ უნდოდა თევზის შეწუხება, მაგრამ ცოლის ხათრით ისევ ზღვის პირას მივიდა და დაიძახა. თევზო, თევზო, უფლისწულო, გთხოვ, გამოჩნდი. თევზი მალევე გამოჩნდა. რა გსურს, კეთილო კაცო? ჰკითხა მან. ჩემი ცოლი ძალიან უკმაყოფილოა, მას ახალი სახლი უნდა. უპასუხა მორცხვად მეთევზემ. ნუღელავ მეთევზევ, წადი სახლში, სურვილი უკვე შესრულებულია. მიუგო მშვიდად თევზმა და ზღვაში გაუჩინარდა. როცა კაცი შინ დაბრუნდა, ძველი ქოხის ნაცვლად ულამაზესი ახალი სახლი დახვდა, ყვავილებით სავსე ბაღით. მეთევზე იმედოვნებდა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა. ცოლი ზღურბლზე იდგა და იღიმებოდა. აი ახლა ხომ ბედნიერი ხარ? იმედიანად კითხა კაცმა. დიახ, ახლა კარგია. მიუგო ქალმა, მაგრამ მის თვალებში სიხარული დიდხანს არ გაჩერებულა. სულ რამდენიმე დღე გავიდა და ქალმა ისევ დაიწყო წუწუნი. ეს სახლი პატარაა. მე მინდა ვიყო დედოფალი და დიდ სასახლეში ვცხოვრობდე. წადი და უთხარი თევზს. მაგრამ ცოლო, ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქვს, შეეხვეწა მეთევზე. წადი მეთქი. არ ცხრებოდა ქალი.
მეთევზე ზღვის ნაპირს გაუყვა, მისი ნაბიჯები უფრო დამძიმებულიყო. სხვაც უკვე აღარ იყო ისეთი მშვიდი, ტალღები მუქი ლურჯი გამხდარიყო. მან ისევ სთხოვა თევზს დახმარება. თევზო, უფლისწულო, ერთი სურვილი მაქვს, მოდი და შემისრულე. ახლა რა მოხდა მეთევზევ? ჩემს ცოლს სასახლე და დედოფლობა უნდა. თევზმა ეს სურვილიც შეასრულა. მეთევზე რომ დაბრუნდა, იქ უზარმაზარი სასახლე დახვდა. ცოლი ოქროს ტახტზე იჯდა, გარშემო კი მსახურები ეხვივნენ. აი, შენ უკვე დედოფალი ხარ, ახლა მაინც თუ ხარ კმაყოფილი. წამით გაირინდა, თითქოს პასუხს ეძებდა, მაგრამ მის თვალებში კმაყოფილების ნაცვლად უფრო მეტი სიხარბე ჩანდა. დედოფლობა ცოტა, მე მინდა ვიყო იმპერატორი. უპასუხა ქალმა ისე, რომ ქმრისთვის არც კი შეუხედავს. ნაღვლიანმა მეთევზემ ისევ სანაპიროს მიაშურა. ეშინოდა საკუთარი ცოლის, რომელიც დიდებულებამ და სიხარბემ კიდევ უფრო დააშორა მას. ზღვა ახლა უკვე შავი იყო და ბობოქრობდა, თითქოს ბუნება თავად აპროტესტებდა ადამიანურ გაუმაძღრობას. თევზო, ჩემს ცოლს არაფერი ყოფნის, ახლა იმპერატორობა მოინდომა. წადი, ის უკვე იმპერატორია, უპასუხა თევზმა და ისევ წყალში გაუჩინარდა. სასახლე კიდევ უფრო გაიზარდა, ყველგან ჯარისკაცები იდგნენ. ცოლი ახლა უკვე იმპერატორი იყო, მაგრამ მისი სახე უფრო ცივი და უცხო გამხდარიყო. მას აღარ აინტერესებდა არც ბაღი, არც მზე და არც საკუთარი ქმარი. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, კიდევ რა შეიძლებოდა მოენდომებინა. მეთევზეს გული ტკიოდა. ის ხედავდა, როგორ კარგავდა საყვარელ ადამიანს ამ უაზრო დიდებაში. საბოლოოდ, ქალის სურვილმა ყოველგვარ ზღვარს გადააჯარბა. მას აღარ აკმაყოფილებდა მიწიერი ძალაუფლება. ერთ საღამოს ქალმა ქმარს დაუძახა. ეი, მეთევზევ, მომისმინე. მე დავიღალე ლოდინით. როდის ამოვა მზე, ან როდის ჩავა მთვარე. მე მინდა რომ დროს მართავდე. მინდა ღრუბლებზე მაღლა ვცხოვრობდე და მე ვწყვეტდე როდის იქნება დილა და როდის ღამე. წადი და უთხარი თევზს. ცოლო, რას ამბობ? ეს ხომ ღმერთის საქმეა, ადამიანი ვერ მართავს დროს. მე მინდა და თუ არ წახვალ, დაგზჯი. იყვირა ქალმა. კაცი აკანკალებული მივიდა ზღვის პირას. იქ საშინელი ქარიშხალი მძვინვარებდა, ცა და ზღვა ერთმანეთში არეულიყო. ზღვაზე გიგანტური ტალღები აღიმართნენ, თითქოს წყლის კედლები ნაპირის წაშლას ლამობდნენ. თევზო, უფლისწულო, ჩემმა ცოლმა ჭკუა დაკარგა, მას დროის მართვა და ღრუბლებზე მაღლა ცხოვრება უნდა. თევზი ამჯერად წყლიდან არ ამოსულა, მხოლოდ ხმა მოისმა ტალღებიდან. წადი შინ მეთევზევ, მას ექნება ის, რაც ისურვა. როცა კაცი სასახლისკენ გაიქცა, იქ აღარაფერი დახვდა, მხოლოდ ცარიელი ნაპირი და შორს მიუწდომელ სიმაღლეზე მოფარფატე ღრუბლები. მისი ცოლი ახლა მართლაც ღრუბლებს ზემოთ იყო. ის მართავდა დროს, მაგრამ სანაცვლოდ ყველაფერი დაკარგა, რაც კი ოდესმე გააჩნდა. სახლი, ქმარი და სიყვარული. ის სრულიად მარტო დარჩა თავის ცივ და უსაზღრო დიდებაში. გარშემო არც მსახურები იყვნენ და არც ოქრო ვერცხლი, მხოლოდ უსასრულო ცარიელი სივრცე. სასოწარყვეთილი მეთევზე რამდენიმე დღე იჯდა და ტიროდა ნაპირზე.
ის მიხვდა, რომ მისი ცოლი ამ სურვილით სამუდამოდ დაკარგა. ბოლოს მოიკრიბა ძალა და უკანასკნელად დაუძახა თევზს. როცა ოქროსფერი უფლისწული წყლიდან ამოვიდა, მეთევზემ მუხლებზე დაჩოქილმა სთხოვა. ოქროს თევზო, შენ ბევრი რამ შემისრულე, რაც ჩემს ცოლს უნდოდა, მაგრამ ახლა მე მინდა გთხოვო ჩემი საკუთარი სურვილი. მე არ მინდა არც სასახლეები და არც დიდება. დამიბრუნე ჩემი ცოლი და მომეცი იმის ძალა, რომ მან ჩვენს პატარა ქოხშიც იპოვოს ბედნიერება. მხოლოდ ის მინდა, რომ ისევ ერთად ვიყოთ და ის ბედნიერი იყოს იმით, რაც გვაქვს. თევზმა მეთევზეს სევდიანად, მაგრამ თანაგრძნობით შეხედა. შენ პირველად მთხოვე რაღაც შენთვის. წადი შინ მეთევზევ. შენს ცოლს ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის. როცა კაცი შინ მიბრუნდა, თითქოს დრო უკან დაბრუნებულიყო. მის წინ ყვავის ძველი, ნაცნობი პატარა ქოხი იდგა. ზღურბლთან მისი ცოლი იჯდა, რომელსაც თვალებიდან ცრემლების ცვიოდა. როგორც კი ქმარი დაინახა, ქალი ფეხზე წამოხტა და მასთან მიირბინა. იმ წამს მან გააცნობიერა ის, რასაც მანამდე ვერ ხედავდა, რომ ნამდვილი საგანძური არა ოქროს ტახტი, არამედ ის სიყვარული და ერთგულება იყო, რომელსაც მეთევზე ყოველ დღე ჩუქნიდა. მაპატიე ჩემო კეთილო ქმარო, მე მეგონა, რომ ბედნიერება ოქროს ტახტსა და ძალაუფლებაში იყო, მაგრამ იქ მხოლოდ სიცივე და სიმარტოვე ვიპოვე. ნამდვილი სითბო აქ არის ჩვენს პატარა სახლში, როცა შენ გვერდით მყავხარ. იმ საღამოს მეთევზემ ცეცხლი დაანთო. მათ ერთად მოამზადეს უბრალო ვახშამი. ქალს აღარ უთხოვია არც ოქროს თეფშები და არც ძვირფასი ღვინო. მათთვის ჩვეულებრივი წყალიც კი იმაზე გემრიელი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სამეფო სასმელი, რადგან მას სიმშვიდის გემო ჰქონდა. ამბობენ, მას შემდეგ ის ქოხი აღარასოდეს დაობებულაო. არა იმიტომ, რომ ჯადოსნობა მოხდა, არამედ იმიტომ, რომ იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებიან და მადლიერებით ცხოვრობენ, მზე ყოველთვის უფრო მეტხანს ანათებს. და თუ ოდესმე იმ ნაპირზე მოხვდებით, დაინახავთ ორ მოხუცს, რომლებიც ზღვის პირას სხედან. ისინი ისევ ისეთივე ღარიბები არიან, როგორც ადრე, მაგრამ თუ მათ თვალებში ჩაიხედავთ, მიხვდებით, მათზე მდიდარი ამ ქვეყნად არ არსებობს, რადგან ნამდვილი ჯადოსნობა არა სურვილების ასრულებაშია, არამედ იმის დაფასებაშია, რაც უკვე შენთანაა. გამოიწერეთ არხის ზღაპრების სამყარო და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.